ხალხი ისეთი აღერვებული იყო და კაცი გამოცემები იყო და როცა მოხერხდა დაკავდა. როცა მოხერხდა დაკავდა? როცა მოხერხეს? ანუ დაასრულებდა დოზებო, ამ დროს მონებო და ასე შევიდა. ეცადებდა ვერ მოახერხდა ფიზიკა. რა მანძილიდან ეძახდა ეს? ახლოსი. აი ამ ნიღბიანებიდან როგორც თვითონ ამტკიცებენ ერთ-ერთი არის გიორგი ბჟალავა რომელიც არის დგებუაძის მოადგილე და ის ამბობს იმაზე თუ რატო ეკეთა ნიღაბი რომ ეს მისი სურვილი იყო და ზოგადად თავად წყვეტენ ეკეთოთ თუ არა ნიღაბი ხო და იმიტომ რომ ციოდა ასიაზე იყავით ნიღაბი თავიდან ბოლომდე ნიღბით იყავი თელისრობა ვინადაც ვიდა რომ ნიღბით უნდა ყოფილიყავი ნიღაბი ეს მაგას არის რატო შეიძლება ეგეც ვთქვათ მაია რომ როგორ არის ეს წესით და რიგით ანუ მას აქვს უფლება რომ ეკეთოს ნიღაბი თუ არა არა რასაკვირველია პოლიციელის ფორმა სად რა როგორ ეს განსაზღვრულია კანონით და კანონქვემდებარე აქტებით ანუ ამ ტიპის პოლიციელები და საპოლიციო დანაყოფებს მათ არ აქვს უფლება როცა გაუხარდებათ რა იკეთონ ნიღაბი, ვისაც როგორი გაუხარდება ისეთი რა იკეთოს და რა გარემოებაშიც გაუხარდებათ იმ ტიპის ნიღაბი რა იკეთოს. და აი ზიას საქმეზე მოწმეებმა აჩვენა კიდევ აი ის მთავარი უკანონობა ამ ნიღბების უკან, რომ თავად სახელმწიფოც ფორმალურად ვერ გეუბნება და არ გეუბნება, ანუ თვითონ სახელმწიფოა უძლური გითხრას, აი ამ ნიღბის უკან ეს არის თუ არ არის. ჩვენ საქმეში პროცესზე პროკურორმა თქვა თვითონ, რომ ხო ცხადია, რომ ამ ჩვენ ნიღბის უკან ვერავის ვერ ვიცნობთო. გამომძიებელი ვერ ცნობს, პროკურორი ვერ ცნობს. დაცვამ როგორ უნდა იცნოს, საკუთარი დედა ვერ იცნობს ამ კადრებში ამ პოლიციელებს, არაფერი არ ჩანს. სხვა მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს, ანუ ასეთი სცენარი შემოგთავაზეს, რომ აი თვითონ თქვა, რომ ეს ნიღბიანი მე ვარ და მე რა საფუძველი მაქვს არ ვენდო გამომძიებელი დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს. ასევე ბჟალავასთან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ბჟალავაც ამბობს იმას, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო. დიახ. თუმცა და ეს პრინციპში თავარი მტკიცებულებაა, ხო? მტკიცებულებას ვერ დავარქონთ, მაგრამ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ რაც ეს ამდენი შრომა შესაძლოა ადმინისტრაციულ საქმეში, ასე ვთქვათ, ეს წყალში ჩაუყარა გოჩავანაძემ არა და გიორგი ბჟალავამ, იმიტომ რომ ჯამში დაადასტურა ის, რომ მზია სტიკერის გაკვრის გამო დაიჭირეს, რაც წესით კანონიერად ვერ უნდა მომხდარიყო. კითხვა არის, რა იყო დაკავების საფუძველი? ვის გამო დააკავა ვანაძეს? გისმენთ რატომ გიორგი? ვანაძემ დააკავა მოუწოდეს კალვატონის ზიას, რომ არც სტიკერი გაეკრა, დამშვიდებული იყო, მაგრამ მან მაინც გააკრა შენობაზე სტიკერი და ამის გამო იყო დაკავებული. სტიკერის გაკვრის გამო. მადლობა. მე ვერ ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი იშრომა, არაფრიც არ უშრომია ამასთან დაკავშირებით. ბევრი სიყალბეები კი ჩაიდინეს ამ თვალსაზრისით და ამიტომ ეს სიყალბეები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ ზიას ადმინისტრაციულ დაკავებას ამ საქმეში კიდე გამოვიკვლევთ ჩვენ სხვა მოწმეებთან. და ხო ბატონ ბჟალავას ხო და სხვა მოწმეებიც იძულებული არიან, როცა ვეკითხებით, აი ეს ბესელია, რო სასწავლენ უნდა თქვან, რომ ეს არის ბესელია, ვინც აკავებს მზიას, თუმცა იმ ნაწილში, რომ მანამდე ვითომ რაღაცებს ჩადიოდა მზია. ხო, ну აქ ბჟალავამ პირდაპირ თქვა ყველაზე, ასე ვთქვათ, გაბედულად, რომ მზია მას და პოლიციელებს და ის არ ყოფს თავის პოლიციელებს ეძახდა ბოზებო მონებო, ხო. ხო. ну აქ ბჟალავა მაშინ როცა ან მის ჩვენებებში და გამოკითხვაში არსად ეს არ უხსენებია არასდროს იქამდე.
ზუსტად არ მახსოვს ახლა ამეროება. თქვენ არ გაგებთ? თქვენ არ გაგებთ შეურაცხყოფას? მათ შორის ყველა ითვლება ჩემთვის ყველა პოლიციელი. ყველა პოლიციელს აღენებდა ეს არის მისი ადმინისტრაციული დაკავების წინა ისტორია, ხო? ყველა პოლიციელს აღენებდა შეურაცხყოფას. სიცხლე ხო არ გახსენდება? არ გახსენდება, მაგრამ ეს შეურაცხყოფა რა იყო? გინება იყო? სუდი სიტყვები იყო. ნუ მაგალითად თან თუ მოუწოდებდნენ, თან აგრესიული იყო, ამისა შეიძლება არ გახსოვდეს რა, ასეც რა საკეთებდა. დავიმეორო ის სიტყვები? მოდის მოგიხდით საზოგადოებას, ბოზებო და ასე შემდეგ. ასე და არა მხოლოდ მის ჩვენებებში, საქმეც ამაშია, რომ ამ პოლიციელებს არ ვიცი როგორ ამეცადინებს ბრალდება, ან რა კუთხით ამეცადინებს, მათ გონიათ, რომ ეხლა ანუ ბჟალავას ჩვენება იყო თავიდან ბოლომდე სიყალბეებზე აგებული და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი და ურცხვი სიყალბე, რაც ასე გაიჭიმა ეს მოწმე პროცესზე და გამოაცხადა, რომ ზია თურმე აი ამ სიტყვით მიმართავდა მათ. რაც რითიც პრინციპში მთლიანად დაანგრია თავისი ჩვენება სრულად, იმიტომ რომ ის რომ მზია ამ სიტყვას იძახდა, ამას მზიას არ ედავება არც პოლიცია, არც ბრალდება. ეს არ არის მითითებული არც დაკავების ორგანოში, არ არის მითითებული არც სამართალდარღვევის ორგანოში, არ არის მითითებული არც სისხლის სამართლის საქმეში, ანუ ამ ადამიანმა აი ასე ვთქვათ, თავის ჭკუით ისეთი მოინდომა გადაწყვიტა, რომ აი ამასაც გვეძახდაო, ამით მთლიანად ხაზი გადაუსვა, ეხლა სხვა არაერთი ყალბეები საუბრა, მაგრამ მთლიანად გადაუსვა საკუთარი ჩვენების ხაზი, საკუთარი ჩვენების სარწმუნოებას. ეხლა გარდა იმისა, რომ თვითონაც არ ამბობს, არც ერთი დოკუმენტი არ ამბობს. და მათ შორის ამავე ჩვენებაში თქვა ის დაკითხვისას, რომ აგრესია, მზიას აგრესია გამოიხატებოდა ტონალობაში. ეს აგრესიული ტონი ტონალობაში გამოიხატება მხოლოდ თუ რაღაცა ანუ შეურაცხყოფელი უთხრა შეადინა შევიჭო არა ტონალობას იმ მიტინგზე ხო და ყველაზე ხმა მაღალი ხმა ქონდა მზიას ანუ მისი ხმა რატომ გამოირჩეოდა ესეთი აგრესიულობით თუ ტონზე საუბრობ ხო და არა ფრაზებზე ხო ფრაზა არ ყოფილა მე დათმე რომ ერთმანეთში ვისაუბროთ ხა და შეურაცხყოფას არცერთ არ ვაყენებ და ის ხალხი ხმაურობდეს და ჩვენ რო ერთმანეთს ტონი აუწიოთ, ანუ ტონის აზრობა ხო არის ეს? ტონი აუწია. დიახ, ანუ შეურაცხყოფა სიტყვიერი და რაღაცა შეგინება და რაღაცები არ ყოფილა. და ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ კი მართლა კადრში ის გიორგი ბჟალავაა, ვისაც უთითებს ყველა და თავადაც უთითებს, მაშინ შეუძლებელი იყო მას დაინახა მზია სილა ლოყაში და ნუ თუ ლოყაში დაინახა ვთქვათ არ ვიცი ზებუნებრივად ყურში რანაირად მოხდა. პირველი გამოკითხვისას 12 იანვარს როდესაც გამოკითხეს. თქვენ ამბობთ რომ მზია ხელი გაარწვა საქმის და ყურის არეში. გაშული ხელი. მაგრამ აი ნახეთ ისეთი როგორ დაინახეთ მარჯვენა მხარეს ყურში მოხდა, ლოყაზე მოხდა, უკან ვნახეთ პროცესი იქით მიმართულება. ანუ აგესენ თავდადო გაშულ ხელს ხბაში რო ხვედროდა და ვინახავ გაშულ ხელს გამისმო ბატონო აი გრიბოზის უბრალოდ რა ხარ თავიდან მანა აი დავთვის დავინახეთ კარგად და უბრალოდ არა მარცხენა ხელით გაჩავს ნუ არ გასულ ამას ავიტანთ გაშლი ხელი ხო არის? გაშლი ხელით როგორ დაინახეთ? იქ ვერცხელს ხელს თავზე დააყრია ელექტრონი. მაგ არა ვარ. დიახ. ჩალავთ. კები და მიღების რა ვიყავით და ფაქტია. კი ბატონო. მაშინ დაუბრუნებული ვარ და ვერ დამინახე. თავიდან და იმ ადგილას და აი გააჩერეთ რაღაც სადღაც კი უკან გავა. არა, მე ხე ლოყას და ყურს და აბა არა, ყველი მარჯვენა მხარეს ვერ ხედავს. გასაგებია, რომ ზიას ხედავს, გემოდის ლოყას ვერ ხედავს. აი კიდე უფრო რაც მირჩება. აბა, კიდე უფრო
კიდევ უფრო ინტერესია. კარგი. ის დგას კადრში ბატონი დგებუაძის უკან, ხო, სწორედ ამიტომ ასეთი სიზუსტით, რომ ზუსტად აი ეს ხელი აი არ გაჩერდა, თქვათ, ყურის დასაწყისთან თუ ყურზეც მოხვდა, ეს როგორ უნდა დაინახოს უკან მდგომმა ადამიანმა, ხომ წარმოუდგენელი, მაშინ შეიძლება მიმართულება დაინახოს მხოლოდ, მაგრამ ის რომ ლოყაზე და ყურზეც მოხვდა, ხო, აი ასეთ წვრილმანებით იზომება ხოლმე მოწმის სანდოობა. კი, და ჯამში ნუ ყველა ამბობს იმას, რომ მოკლედ ეს სიცოცხლე დაინახეს დგებუაძის ლოყაზე. 15 წუთი იყო გასული ინციდენტი და როცა ვნახეთ დგებუაძე ადმინისტრაციულ შენობაში. ცეცხლებული გაფრთხილება და ვიცი